სიყვარულის სარეცელზე შექმნა განგება და სათნოება დაგვანათლა არც დაგამრიგე ჩვენ ვაშენებდით პანასარს მას გელად სიღალთოს დავმაღდებოდით ნიკოპსიდან და რუბანდამდე საქართველო ოქროსფერი ხარ საოცრებო და პური შენი არსობის არის ხილვი საქართველო მოქართულო მისებ წარღვებში დაიწურება საფრთხო ქვებში ალადა ადამიანი რომელიც ყოველთვის აი ასე გვილამაზებს აი ამ სტუდიაში აი ამ სცენიდან დღეს და დიდი მადლობა ოთოს კიდევ ერთხელ რომ იყო ჩვენთან ერთად. ოთოს რომელიც ჩვენს თვალსა და ხელშუა გაიზარდა და უკვე მას შეუძლია იმღეროს ხმალი ავლესოთ ქართველებო და შეასრულოს სიმღერა რომლის თითეული სიტყვა მართლაც გულში გაუვლის ისარივით ქართველ ადამიანს. თუნდაც ამ ერთი სიმღერის ერთი ტექსტი რომ სათითაო ფრაზად დავშალოთ, მივხვდებით რას გულისხმობ და მივხვდებით რას გულისხმობს თინათი მღვდლიაშვილის ლექსები, რომელიც ამღერებული არის სხვადასხვა მიმართულებით მასმღერიან ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ეს არის მართლაც ხალხის საყვარელი სიმღერები და პირველ რიგში ლექსები და ტექსტები, რომელიც ამღერებული არის სხვადასხვა კომპოზიტორების მიერ. ქალბატონ თინათინ შემოგვიერთდა ის ჩვენთან სტუდიაში არის სტუმრად, სულ ცოტა ხნის წინ მას მიენიჭა საპატიო თბილისელის წოდება და ასევე თქვენ გქონდათ ძალიან საინტერესო შემოქმედებითი ტურნე, ასე ვთქვათ, სამეგრელოსა და სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფლებში. სამეგრელოს, შიდა სამეგრელოს რეგიონის სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში. ამაზეც ვისაუბრებთ, მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრებისთვის, მაგრამ მანამდე მე მგონი შემოქმედებაზე გავაგზავნოთ. კი, აუცილებელი. უკეთესი იქნება. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია თქვენგან ისტორია იმისათ, როდესაც დაიწყეთ ლექსის წერა, როგორ წერდა ასე შემდეგ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ პირველად, აი ეს აზრი რომ მოვიდა, რომ ეს ლექსები, რასაც წერდით, ეს სიტყვები, რომელიც თქვენთვის ძვირფასი იყო. უნდა გაგეზიარებინათ საზოგადოებისთვის და ასევე მომნუსხველი და დამაჯერებელი გახდებოდა ის ყველასთვის. საერთაშორის უნდა გითხრათ, რომ მე არ მქონდა ეს ამბიცია, მე რომ თქვა ჩემი ლექსით რაღაც თავი წარმომეჩინა, ან სიტყვა პოეტი ჩემს მე ვფიქრობ, რომ მე პოეტი ვარ, არ მქონია. მე ვწერდი პროზას, ძალიან კარგი პროზაიკოსი ვარ საერთაშორის და ვფიქრობდი, რომ ქართულ მწერლობაში თუ მოვიდოდი პროზით. მაგრამ ისე მოხდა 90-იან წლებში ეს ეროვნულ განმანათლებლობის მოძრაობა აბობოქრდა. კი ბატონო. პროზით წარმოვიდგინეთ, ახლა მიტინგზე გამოხვიდე და წაიკითხო მოთხრობა. ხო? ანუ ეს სხვა განზომილებაა მიტინგი და ქუჩა. ხო?
ის მოითხოვს სხარტის სიტყვას, ემოციურს და ისეც რომ აი უნდა თქვა და აწიო. ისეც თქვენ რო შეგიძლიათ. ანუ გამოდის რომ პირველი სერიოზული აუდიტორია თქვენს ლექს ქონდა ხალხი რომელიც იდგა ქუჩაში მიტინგზე. ქუჩა, ხო, ბარდი შეიძლება ფრანგი, ხო იცით ქუჩის პოეტი, აი ზუსტად ასე. აი ეს გარდამტეხი ჩემი ლექსები მაშინ სულ ხებზე იყო გაკრული, გესმით და წიგნში რომელიღაც წიგნში შევედი ესე ხეზე გაკრული ლექსებიდან, გესმით ხო და ზოგიერთი ისე იყო გაკურებული რომ კი მეთქი ხალხს ჭადრის ხეზე ცხოვრობ იქ წერ ლექსებს და იქ იმიტომ ეს ჭადრის ხეზე რო იყო ლექსები ხეზე ასე იყო ეს 9 აპრილის შემდეგ მაშინ ხო ქუჩებში ვაკრავდით მიწისქვეშა გადასასვლელებში და შემდეგ ჩვენთვის ჩაკეტილი იყო არც მიოცნებია რომ მივსულიყავდა რომელიმე ისეს გაზეთში კი რამდენიმე გაზეთში მქონდა მოთხრობაც მქონდა დაბეჭდილი ერთი მოთხრობა ბათუმში ჟურნალ ჭოროხში და რა მაგრამ ახლა მაგალითად ლიტერატურულ საქართველოში არ მიფიქრია თავში აზრად არ მომსულია და დღეს როგორც უნდა ისე ბეჭდავენ და ისე იქცევენ ასე არ იყო იცით რთული იყო ასე მინიმუმ სოციალური ქსელი ლიტერატურულ საქართველოში თუ დაიბეჭდებოდა ჩათვალეთ რომ იყავით პოეტი ან მწერალი იმიტომ რომ ხალხი ისე ყვდებოდა და წიგნები ჰქონდათ და ლიტერატურულში არ იბეჭდებოდა დღეს კომენტები როგორ გადაიქცა, როგორ გადავიდა ხო თქვენი ლექსები ხიდან წიგნებში და მე სიმღერებად როგორ გადაიქცა. ცნობილი ისე ბერჯელმა მოყოლილი რომ 25 თებერვალს უნივერსიტეტის ეზოში რომ იყო დიდი მიტინგი, საპროტესტო მიტინგი ეს ანექსიასთან დაკავშირებით 25 თებერვალი. ხო და ძალიან კაცრი და ცუდი ხასიათის ქმარი მყავდა და არ მოსწონდა მე რომ გავდიოდი მით უმეტეს მიტინგზე და ვიპარებოდი იმ დღესაც გაპარობლე ვეყავი ხო და მარტო მერაბ კოსტავა არ იყო დაპატიმრებული დანარჩენი მაშინდელი ლიდერები ყველა იყვნენ დაჭერილები და მე მარკა მოთქვაძემ დაიყვანა მერაბ კოსტავაც და ხვიდა რომ უნდა დაიშალეთ და ამიტომ რომ მერვე პოლკი მზად იყო ჩვენი ჩახოცვა იყო გადაწყვეტილი უნივერსიტეტის აი ამ კიბეებზე და უფრო ვარაზის ხევში ჩაგვრეკავდნენ რა ვარაზის ხევში და იმის ზოოპარკის და იმის ტერიტორიაზე ხო მე ვფიქრობ და ალბათ სწორად ვფიქრობ რომ მასშტაბი იყო ძალიან მცირე და პლუს ამას ახლა რა დაგბრალდებოდა უნივერსიტეტის აღებას ვაპირებდით თუ რა სისულელია ხო უნივერსიტეტის კარები უნდა გითხრათ რომ დაგვიკეტეს ანუ რამე რო ყოფილიყო ჩვენ თავი უნდა შეგვეფარებინა და ჩვენ თავშესაფარი აღარ გვექნებოდა და უნებრივად ქვევით დავეშვებოდით ხო აი უკვე ჯარი მზად იყო ყველაფერი მზად იყო რომ ჭავჭავაძეს ძალიან რთული რეკარ ფოტოებს უშვებთ ხანდახან ცუდ ფოტოებს უშვებენ დღეს ძალიან ლამაზ ფოტოებს დიდი მადლობა ყოველთვის კარგად გამოიყურებთ ფოტოებს და ეკრანზეც როგორც და მე შურიანებს მეუნებიან რა ფოტოგენიური ხარ და მე მილიონი ფოტოდან ერთ ფოტოს აქ დავამატებ რომ თქვენს შემოქმედებაზე რა ვთქვა არა მარტო ვიზუალურად არამედ შემოქმედებასაც რომ დაუბრუნდეთ მე აი ეს მომენტი რომ დავიჭირე რომ იყო სიჩუმე მერაბიც რომ წაიყვანა მოთქვა ინძე აი იმ მომენტში დავიწყე კიბეზე ავსო მივედი მიკროფონთან მოვიპოვე ეს შეიძლება ითქვას რომ მინდოდა რომ ეს ლექსი ამიკითხა კაცი შვილი არ მიცნობდა ესე ფართოდ ამხანაგების გარდა და მცირე აუდიტორიის გარდა და დავიკითხე დავითი. ახლა წარმოვიდგინეთ რა ეფექტი მოვახდინე რა. დაინგრა იქაურობა და შემდეგ იმ ჩემმა თოფიანმა ქმარმა ის მაშინ იყო სახალხო ფრონტში და კალაშნიკოვი დადიოდა და რაღაცა ეს ლექსი კალაშნიკოვ გადაკიდება მიიტანა ლიტერატურულ საქართველოში და ვინ ადაბეჭდავდა. ანუ რეალურად მიუხედავად იმისა რომ მას არ მოწონდა რომ დადიოდით მიტინგებზე და ასე შემდეგ მან გაგიხსნათ გზა ასე ვთქვა ხო? აი შეიძლება ხომ გარდაცვლილია და ძალიან ბევრი მარცხენა ცხოვრებაში და დაშორებულებიც ვიყავით. სულს არ ამბობენ ხო იცი? მაგრამ მე მიცვალებულზე მე მინდა ხოლმე რომ თქვა რამდენად ცუდი იყო და ყოველთვის ისე გამომდის სულ ვაკებ. იმიტომ რომ დამაპატიმრეს იმან გამომიყვანა იმიდან ჯურგმულიდან სამხედრო კომენდატურის აუდვახში მიჯექი მე როგორც სამხედრო დამნაშავე. დახრეთ ამ და სიკვდილმიჟილის სესიაში წეკავით ვიცი ზუსტად ეს ამბავი. და იმან გამომიყვანა და ბოლოს გამოდის რომ ვაკებ სულ და მომებე როგორ. ერთხელ მაინც გალანძღო. მაგრამ ფაქტია რომ მისი მიტანილი ლექსით დაიწყო ნამდვილად ლიტერატურული მან მიიტანა ფაქტია ეს ხო და
ქუჩებში იყო გამოკრული ეს ლექსები და ქალთათიათი ასეთი შეკითხვა მაქვს ბოდიში რომ გაწყვეტინებთ პირველი ლექსი გახსოვთ თქვენი რა დაწერეთ მაგას ვიბნები იცით რა არის თუ გახსოვთ შეიძლება არც გახსოვთ მე მახსოვს რომ ის მამა რო გარდამეცვალა 13 წელს ვიყავი და მახსოვს რაღაცა მამაზე დავწერე რაღაც პატარა ლექსი და მე სკოლის პერიოდში რა თქმა უნდა მე-10 კლასში ვწერდი ლექსებს ის კი არა ისე გავთანხმდი რომ კონსტანტინე გამსახურდიას დიდოსტატის მარჯვენა პროზაში პროზა ვითომ არ იყო საკმარისი არა ის პროზა ლექსად დავწერე ერთ-ერთი კარგი დიდი მონაკვეთი ძალიან მიყვარდა კონსტანტინე და იმიტომ ალბათ ხო და მაგრამ მე მაინც ვთვლი და ყოველთვის ასე ვამბობ რომ ლექსი პირველი ლექსად მიმეჩნია ის ლექსი რომელიც ჩვენ მოგიტანს სახელს რომელიც ადამიანებს დაამახსოვრდებათ რომელიც რაღაც ფუნქცია შეასრულებს შენს ქვეყანაში იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ძნელია სახელის მოხვეჭა ეხლა ინტერნეტის პერიოდში თქვენ გინახავთ ამდენმა სულელმა მოეხვეჭა სახელი ხო არ ჩავთმობთ ვიღაცებს რომ არა მე მარტო პოეტებზე არ ვაპარაკობ მესმის ზუსტად მოყვებით და გეთანხმებით კიდეც ესე იგი სიმწრით სისხლით უნდა მოიპოვოს სახელი და ვიღაცას სულელურად ან ცეკვავს ან რაღაც საშინელებებს ამბობს და რაღაც სისულელეებს და ისეთი პოპულარულია რომ მოკლედ აფინანსებენ კიდეც უცხოეთიდან და რა გასაოცარია პიტაპიტა მე მიმაჩნია რომ ჩემი პირველი ლექსი ანუ მეფე ლექსი არის დავითი აი დავით მეფეს აი ეს ლექსი რომელიც იმ ღამეს წავიკითხე და ეს არის ის ლექსი რომის კითხვაც ყველაზე მეტად გიყვართ ახლაც წაკითხვა უბრალოდ ყველაზე მეტად იცით რა დამეჩაგრა ძალიან მე დიდი პოეზია იმიტომ რომ ჩემი პოეზია არის ძალიან მრავალმხრივი ეს არის ძალიან სერიოზული ნამუშევრები მაქვს ეკლესიურ თემაზე გესმით თქვენ ეს არის მაგალითად ჩემი ორი ლექსი მე ვარ საქართველოში ერთადერთი პოეტი რომლის ლექსები არის ათონის მთის წიგნსაცავში იმიტომ რომ ჩემი მიძღვნილი ლექსები ათონის ღვთისმშობლის აი კარიბჭის ხატი პორტაიდის ხატი რო ქვია აი ამ მისთვის მიძღვნილი ლექსები რამდენჯერმე აიტანეს ათონის მთაზე და ბატონის ზვიადის პერიოდში რო იყო თამაზ ვაშაძე ესეთი მერი იყო ქალაქის მერი ბატონი ყველაზე კარგად მე რამდენიმე ასვლის ისტორია ვიცი მაგრამ აი ყველაზე კარგად ვიცი ბატონი თამაზის იმიტომ რომ თავის წიგნშიც აღწერა ეს ამბავი როგორ მივიდა შუაღამეს როგორ აკაკუნებდა ჩვენ ივერონის კარებზე და იქნებ რომ დაუძახეს ეს ბატონი თამაზი ნახევად ბერძენია ხო და ვინ არის და ქართველი ვარ ივერიიდან მე მეტირება ხომ ეს და გაუხსნეს ეს კარები ხო და გახსნეს და რომ დაინახა თურმე ეს ისეთი ძიდებული სანახავი ყოფილა ეს კარიბჭის ხატი ეს ვიცით ალბათ როგორი ჩაცმულია და მუხლები მოეკვეთა დაეცა თურმე და სხვათა შორის ახლა რადგან ტელევიზიაში ახლა ხან თქვა ვარგან ვიტყვი იმიტომ რომ მე როცა ჩემ ამბავს ყვებოდი არ ვამბობდი ამას იმიტომ რომ რა უფლებით ვაპარაკებ იმ ადამიანის ბატონმა თამაზმა აიტანა ორი რამ იქ ჩემი ლექსი ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი სამადლობელი ეს არის მართლაც აი დიდი შედევრია რა მოკლედ და აიტანა ზუსტად გამსახურება ფერადი ფოტო და საოცარია ის რომ ჯერეთი იქ არ შეიძლება ქალის სახე გამოჩნდეს ის ბუკლეტი იყო ჩემი სახე დაფარეს არ შეიძლება იქ მარტო ღვთისმშობელი ლექსი არის ტექსტი და ღვთისმშობლის ხატთან იმ ხატთან 3 დღის მანძილზე იყო დაბრძანებული და შემდეგ შეიტანეს წიგნსაცავში და ხო ხვდებით ახლა ის რა წიგნსაცავია წიგნს რა შეეხება წიგნსაცავი არის მაგრამ აი ჩვენ ვხედავთ ახლა წამყვანები თქვენთან მაგიდაზე ჩვენთან არის განთავსებული წიგნი და ეს ხო ნიშნავს იმას რომ შეგვიძლია თქვა რომელიმე ლექსიდან ხო გთხოვოთ რამდენიმე სტროფი ამოიკითხოთ იცით რომ ჩემი მეგობრო ახო ხუზმიაშვილთან და მას ძალიან და ის აქვს ამაგიც აქვს ჩემზე იმიტომ რომ მაგალითად 14 აპრილს მარჯაიშვილის თეატრში რომ ჩემ იუბილეი იყო ახო მე ძალიან უმადურობა არის სატანის თვისება რა ანტიქრისტეს თვისება უმადურობა პლაგიატიც ანტიქრისტეს
განთავისება ყველაზე დიდი პლაგიატი არის ანტიქრისტე. მესმით, აქედან გამომდინარე ლექსის ქურდი თუ ვინის გამტეხ სულ ერთია, ის არის ანტიქრისტეს მიმდევარი. ხო და მოცეთ ეს რა შუაში იყო. ვახუხუზმიაშვილს რომ ამაგი აქვს. ამაგი აქვს ჩვენი თხოვნავთ. ხო, ეს იყო და მე რა შუაში იყო თქვენი საღამო რომ მისი ამაგით მაგრამ ეს რა შუაში იყო მე თქვი. უარეწყუნება ლექსი რომელიმე რატო გაგახსენეთ მაშინების მე მინდოდა მე რაღაც მოკლედ ეტყობა სხვა მიმართულებით წავე. ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვით რაც მთავარია მაგრამ შეიძლება ბევრს არ ვთქვა საერთოდ მაგრამ რაღაცა მინდოდა და ვახომ ძალიან იზრუნა იმაზე რომ მე ესე იგი როგორღაც ჩემი საღამო ჩატარებულიყო მარჯანიშვილის თეატრში და ბარღა მივაყოლებ და ვიტყვი რომ 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა და 35 წლის გახდა ეს დავითი ეს ცნობილი ლექსი რომელმაც აი დაიპყრო მაშინ საქართველოს ტერიტორია და მე მომიტანა სახელი და დავით აღმაშენებელია ჩემი შუამავალი ქართულ ერთან საზოგადოებასთან ქართულ მწერლობასთან და მე მადლობას ვუხდი საქართველოს კულტურის სამინისტროს მერიას რომ მომწეს საშუალება მაშინ რომ ჩემი იუბილე ჩატარებულიყო მარჯანიშვილის თეატრში და იქნებ ამ 8 თებერვალსაც ვინმე მყურად იყოს და დავით აღმაშენებლის ხსოვნის საღამო ან ხსენების დღეს ჩატარდეს მარჯანიშვილის თეატრში ჩემი ლექსი 35 წლის გახდა და აიუბილეო და კარგი მომღერლები შეიძლება მოვიდნენ კარგი სიმღერები მე მგონია რომ ახლა უამრავი ადამიანი აიტაცებს ამ იდეას იქნება როგორც ზაფხულში ხარ მომტრეული წამიყვანეს და სამეგრელოში მატარეს და საღამოები ჩამატარებინეს იქნება რეგიონებშიც შეიძლებადეს გატანა იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეროვნული მასალა ეს რაც ხდება დღეს საქართველოში ყველაზე მეტად სჭირდება ხალხს სამშობლოს სწორად მიწოდება ინფორმაციის რა არის საქართველო რისთვისა ვართ ქართველები მოწოდებულები რატო დავიბადეთ ვინ ვართ რა ვართ ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ ისე გული მტკივა შემეწოდებიან ისე არც კი იციან რა საკეთებენ მოდით უთხრათ თქვენი ლექსებით თუ შეიძლება რა არის საქართველო ეს ლექსი არის რითი მნიშვნელოვანი როდესაც მე დამაპატიმრეს დამაბრალეს რომ მე ვიყავი ესე იგი ერთ-ერთი გამღვევებელი ომის და ამ დროს ზუსტად მაშინ მაგ დაწერილი დადეთ იარაღი ბიჭებო ესე იგი ორი საინტერესოა რომ ერთი მხრივ მაქვს ლექსი ხმალი ავლესოთ ქართველებო ეს სხვა თემა და ეს არის დადეთ იარაღი ბიჭებო აბა გისმენთ რამდენიმე სტროფი წავიკითხოთ და შემდეგ უკვე ლექსის შემდეგ სიმღერა გველის ჩვენ სტუმრები გვიხდიან თბილის სინანულის ცრემლი მოერია ვაი შინდისფერო სიზმრებო ეშმას არემონოთ ტაძარს არესროლოთ თბილის არესროლოთ ბიჭებო უშბას გადმომდგარა ქალი ლამარია უყვარს ლამარიას ლილეო უშბას არესროლოთ შხარას არესროლოთ დადეთ იარაღი ბიჭებო ბოლომდე ვერ წავიკითხავ წყალს თუ მომიტანენ კარგი აუცილებლად შემოგიტანენ ამასობაში სიმღერით განვაგრძოთ ჩვენი ეთერი სცენაზე დავინახოთ ახლა კადრში რომ უკვე შემოგვიერთდნენ ელენე მოჩხვა და დავით დიდი მადლობა ისეთი სიმღერა შესრულდება ახლა ჩვენს ეთერში რომელსაც ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება ასე რომ გთხოვთ პირდაპირ გითმობთ ეთერს Kalapatono Gaishale okrosferi tmebi Genadareba sama bachebi Sipagise Genadareba sama bachebi Sferi Dirigineben
sulo calvadono vera gavudzleba maratopis Ջրիջինեվի դա ջրիջին շիաթենեվեն աղամես Մարադոխելա մարադոսուլո կալվադոնո Նումի խուրավա նումի խուրակամես Calvadono. No.